მამიკო დაბრუნდა. ცხარე ჩიფსებითან. დღეს გავსინჯავ აი ამ ჩიფსებს და გავიგებ რეალურად ესენი არის ცხარე თუ უბრალოდ მარკეტინგი არის. მაგალითად ეს არის ჩაზის ჩიფსები, რომელიც არის ჰალაპენიოსი, კაროლინა რიფერი, ფლეიმინგ გოსტი. პირველად დავიწყებ ჰალაპენიოთი, იმიტომ რომ გონია ყველაზე ნაკლებად ცხარე არის და ისე თუ მოგენათათ ეს კონტენტი, დაალაიქეთ ვიდეო, 5000 ლაიქზე ავიდეთ, შევეცადოთ ყოველ შემთხვევაში და არხი აუცილებლად გამოიწერეთ. არა, გემო ჰალაპენიოსი ნამდვილად აქვს. ყველა ცხარია. ცხარია. ბევრჯერ მიწამია ცხარი რაღაცა, პოპკორნი ამ არხზე one chip challenge-ს გავაკეთე. ეგეთი ცხარი არ არის. არა, ეგეთი ცხარე იმენა არ არის. ოღონდ აი ახლა ქუჩაში გადიოდე და ამას ჭამდე გემრიელად, იმენა მეგრელი ხარ ზუგდიდი გენატრება. სენაკი გენატრება, ან რომელი ქალაქიდანაც ხარ გენატრება. სისხლი გიყივის. ნახოთ მეგობრებო, იმეს რომ დავცინო და კიდე ხო, მაგრამ მეც ეგრევა გაზრდი, აჯიკას ჭამდი, თიძევის ვენდი და ისო ვიჭავდი, ანუ აზრი არ აქვს. ჩიფსის ყვალობაზე, რომელიც მაღაზიაში იყიდება ჩვეულებრივად და ხელმისაწვდომია ჩვეულებრივად და საჩელენჯო არ არის, 10-დან დაუწერდი სიცხარეში 7-ს. ეს არის ჰალაპენიო. დაჟე იმასაც ვიტყვი, რომ მაკდონალდსში და სხვა ფასტ ფუდ რესტორნებში ჰალაპენიოს გაძლევენ, იმაზე ცხარე ნამდვილად არის. ანუ ეგ კიდე ისა რაღაც წყალში წვეთი არის და ეს მართლა ცხარეა. მომენატრა ჭდომა. დამიწერეთ კომენტარებში რა გინდათ რომ შემდეგში იხილოთ. მე კი მაქვს უკვე გათვლილი რამოდენიმე ვიდეოს იდეა მაქვს უკვე ჩამოწერილი, რასაც მალე იხილოთ. მაგრამ მაინც დამიწერეთ კომენტარებში რა გინდათ რომ შემდეგში გავსინჯო. და გამარჯვებულები მოიგებენ ჩემს გულს და ჩემს სულს და ჩემს სიყვარულს. არხი აუცილებლად გამოიწერეთ 60000-მდე ძალიან ცოტა დაგვრჩა. სულ რაღაც 6000. წყალი არ მქონდა, იმიტომ რომ მეგონა რომ საერთოდ არ იქნებოდა ცხარე. მაგრამ როგორც ყოველთვის ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული ცხოვრებაში და ახაც დავუშვი იგივე შეცდომები. არა უშო ზოგიერთი სწავლობს თავის შეცდომებზე, მე კიდე ამ შეცდომას, რომელსაც სწავლა ქვია, არასოდეს უშვებ. სხვა შეცდომებს იხარე. ახლა მოვიდა კაროლინა რიპერის ჯერი. თქვენი აზრით რამდენად დამე? მე მგონია რომ ძალიან დამე. ნახე როგორ გამოიყურება. აუ ეგრევე ვიტყობა რომ დამენზე. უშნი დედა ხან. ვინც ახლა წერს კომენტარებში რომ ყავს ატოსვავო, მეგობრებო ეს ჩელენჯი არ არის, მე უბრალოდ მარკეტინგს ვტესტავ. მართლა ცხარე არის თუ არ არის? ცხარია. წყალია ყარაბაკ. one chip challenge გახდა უცებ. ხრემლები მომდის და ჟვინ. აუ ცუდა დავარჩა. მე ხო უბრალოდ ჩიფსის პაკეტის გატესტვა მინდოდა. ხედავ შენ აღარ იტყუებიან. რამდენი სკოვილია ეს დედა? ანუ ისეთი არა რა, მართლა one chip challenge-ვით არ არის, მაგრამ მაინც ძალიან ცხარია. რაო, ChatGPT-ს ვკითხე, რამდენი სკოვილია მეთქი და ასე ოფიციალურად არ არისო, მაგრამ ერთ-ერთი მაღაზია აღწერსო, როგორც რეკორდულ მაჩვენებელს ცდებაო 1.5 მილიონ სკოვილსო. ანუ 1.5 მილიონ სკოვილიანი ჩიფსის შემთხვევით ჭამე ბაზარი. აუ და როდესაც მეგონა რომ მე დავიქუქე ჩატ, ეგ გადაჭერს რომელსაც სტერეოტიპულად ცხარე უყვარს, ქონა ასეთ რეაქცია. ცხალი! შვინტერის მემაპატიით. ერთ წელზე მეტია არ გადამიღია დაგემოვნების ვიდეო. ბოლო ვიდეო გადავიღე აი ამ დროს. ბრუნდები, ჯანმრთელობა არც ისე კარგად მაქვს, არ მაქვს საამაყო მდგომარეობაში და რა იქნებოდა ამაზე კარგი იდეა რომ მეჭამა ეს შმაკის მიერ გაკეთებული ჩიფსი, რომელიც გვევლინება უბრალოდ შეფუთვა. შეიძლება ბავშვმაც იყიდოს ეს ყველაფერი და ბავშვი შეჭავს, მოუვა რაც მოუვა. არის აგართაში რომ მიდიან ხალხი ცისფერთვალება, ქერათმიანი ტიპები აგართაში მოხდებიანო და აგართაში უნდა შეხვიდეთ რაღაცები. ესენი პირდაპირ სამეგრელოში. შეგახსენებთ, ვინცა გადმოახვია, ნახევრად მეგრელი ვარ, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ცხარეზე ვარ გაზრდილი, მაგრამ ასეთ ცხარეზე ნამდვილად არა. რა დებილი ვარ!
აუ რა დებილი ვარ ღმერთო. თურმე შეფუთოებზე ქონიათ ცეცხლები. მეჭკვიანი ამ ცეცხლებს არ მივყევი, მაგრამ ერთი გავარტყი ნამდვილად. ხალაპენიო ყოფილა ყველაზე ნაკლებად ცხარე. ერთი ცეცხლი აქვს ანთებული. შემდეგ ყოფილა Flaming Ghost, რომელიც არის 2 ცეცხლით ცხარე. შემდეგი ყოფილა Carolina Reaper, რომელიც არის 3 ცეცხლით ცხარე. ანუ ყველაზე ცხარეა. ამას სიცხარეში დაუწერდი 10-დან 10. ჩვეულებრივი ჩიფსის პაკეტივით. ანუ რამდენი ყრია შიგნით ნახეთ? დედას ვფიცავარ. ამას ქუჩაში ვინმე თუ გემრიელად ჭამთ, შეემოწმეთ. ეს ამდენი როგორ უნდა ჭამოს ერთ მისვლაზე ადამიანმა? ზებუნებრივი არსებები ხართ, ვინც ამას მართლა გემრიელა და ბოლომდე შეჭამთ. ძალიან ბევრია. ჯერა უკვე რომ 1.5 მილიონის კოვილი. და შემდეგი გვაქვს Flaming Ghost. ატყობ, ბოლოს საავადმყოფოში ამოვყობ თავს. ძალიან კარგია. მაქსიმალურად პატარა, კაროჩ, ყველაზე პატარა არის ეს. ბატონი ოთარი მეთქი გატესტავს აგერ რაღაც მარკეტინგში, ხო არ გვატყუებენ და შეფუთებზე, რო აწერენ ხოლმე ჩიფსებს ცხარე და რაღაცეები. არ უნდა ჩვენი ფულები მეთქი. არ იტყუებია თურმე, მაგრამ წარეთ გაბარცათ. სანამ ამას ჩავიდებ, რა იყო და ისა სანამ ამას გადავიგდებ, დავადეგუსტირებ, შევ სანსლავ, დაწერეთ აუცილებლად რა გინდათ რომ შემდეგ ვიდეოში იხილოთ, ან ვინ გინდათ რომ იხილოთ. აღარ შემიძლია, მიშველეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთს არ ვჯერდებით. ღმერთო მაპატიე. ღმერთო შემიბრალე. არა ეს არ არის ნორმა. ისე ცხარე იყო. ისე ცხარე არა, მაგრამ ამას ვერ შეჭამ გემრიელად. მართლა გეუბნები, ამას ვერ შეჭამ გემრიელად. ამ ჩიფს დაუწერ 10-დან 800. ოდნავ ცხარე იყო ხალაპენიოზე, მაგრამ იმასთან ახლოსაც ვერ მე. არა ბიჭო, after taste-ი აქვს ცუდი. ეს რაღაც აი აქ მეწვის. ქვედა ნაწილში პირის რაღაც აი აქ. იუთუბერებო, თუ გჭირდებათ ცხარე ჩიფსები, მაინც გადასაყრელი მაქვს. იმიტომ რომ მე ამას ვერ შევჭამ. პონტი არ არის. მოკლედ მარკეტინგმა არ მომატყუა. კარგი იყო გამომაფხიზლა, თუ დავარქმევთ გამომაფხიზლა, მაგრამ რთული იყო ასე, იმიტომ რომ ცხოვრების ჩემს ეტაპებზე დამაფიქრა, როდესაც დავიბადე და ლაპარაკი არ ვიცოდი, მუდმივად ვტიროდი. პირველი წელი საერთოდ ვერ დავდიოდი. აი მე მიტყდება ამის თქმა, მაგრამ სიცხარი მალაპარაკებს. იყო პერიოდი, ბალეჩიც ვერ გავდიოდი ჩემით. ვიფსავდი, მაპატიეთ თუ ჭამთ, მაგრამ ვიჯვავდი. აქა-იქ გულიც მერეოდა და ჩემით წყალსაც ვერ ვსვავდი. ამაზე საერთოდ საუბარი არ მაქვს, კოვზით მაჭმევდნენ. იყო რთული მომენტები მქონდა ცხოვრებაში, მაგრამ მე დავძლიე. და დაბალი ვიყავი, რომ კარის სახელურსაც ვერ წვდებოდი, მაგრამ ცოტა გავიზარდე, თავი უფრო გამეზარდა ვიდრე ტანი და ფეხები, მაგრამ ხელებით საკმაოდ გრძელი მაქვს და ეს ხელიც დიდი მაქვს. ყოველ შემთხვევაში რაღაც გამომივიდა ცხოვრებაში. ამას მე ქუჩაში არ შევჭამდი. შანსი არ, აი ფილმს რო ვუყურებ, ამას მე ვერ შევჭამ, მაგრამ თუ მე მყავს მეგრელი მეგობარი, აუცილებლად. გურამ გაბუნიას აუცილებლად ურეკავთ. კაროჩე შენი ჩიფსები გავაძე დედას ფიცავა. აი ესენი ძმა. ცხარეა, სახე გამაძრო. ლიტრი წყალი დავლე. გაუზიარე ეს ჩიფსი შენს მეგრელ მეგობარს და მიესალმე გურამ ხალხს. რახე ბიჭო, სად დაგირეკეჩი. გენაცვალე, რა უნდა ქნან? გამოიწერო ნარხი, იმიტომ რომ თარი უნდა ავიდეს 100,000 გამომწერზე, მეგობრებო, რომ სასწაული ვიდეოები გადაიღოს. აუ, შენ მოგევლე. კუტუები მოადე კამერას და გაკოცებ. კარგით, მადლობა. აღარაა საჭირო გურამასთან საუბარი, იმიტომ რომ თავისი ამოწურა. ხო გაიგეთ გურამა რა თქვა. 100,000-ზე უნდა ოთარას ასვავ. ეს ტეტრისის play button-ი მაქვს მოპარული. მინდა რომ ჩემიც გქონდეს და ამას ვინმეს მიწევ ტეტრისებს. რაბანა მალე ადის 100,000-ზე. რაბანა ავიყაროთ 100,000. ხო და ბექასან გაბუნიეს, მივცემ ამას. კარგად იყავით.